სასჯელახსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ხათუნა კალმახელიძისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა ელჩს უწყებაში მიმდინარე რეფორმებთან ერთად სამომავლო გეგმებიც გააცნო და თანამშრომლობისთვის მადლობაც გადაუხადა. შეხვედრაზე ხათუნა კალმახელიძემ და ჯონ ბასიმ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად პრობაციის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით მომზადებული ერთობლივი პროექტებიც განიხილეს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენ სამინისტროსა და საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენ მოგვეცა საშუალება გვესაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რაც მიმდინარეობს სამინისტროში სასჯელახსრულების და პრობაციის კუთხით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იურიდიული დახმარების წარმატებულ საქმიანობის შესახებ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწავს სამინისტროს საქმიანობას და გახდის ჩვენ საქმიანობას უფრო ეფექტურს. ბატონმა ჯონ ბასმა გამოთქვა თავისი მხარდაჭერა და მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ინსტრუმენტალური ფაქტორი საიმისოდ, რომ ვუზრუნველყოთ, რომ მომავალში მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ რეზულტატს. მოხარული ვარ, რომ სასჯელახსრულების სამინისტროში ვიმყოფებ. ჩვენ მინისტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ასევე ვისაუბრეთ კონკრეტული პროგრამების შესახებ, რომელთა განხორციელებით ჩვენ სასჯელახსრულების სამინისტროს ვეხმარებთ. ჩვენ შევთავაზეთ პროექტი, რომელიც ვადამდელ გათავისუფლებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ციხეებისთვის გადატვირთულობის მოსვლას. დღეს თეთრების ოფისში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საორგანიზაციო ჯგუფი შეიკრიბა. თემურ შაშიაშვილმა ევროპელ ექსპერტებთან მოთათბირებული იმპიჩმენტის პროგრამა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელება სავსებით რეალურია. მხარეებმა პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და სამომავლო გეგმები დაასახელეს. თემურ შაშიაშვილის პროექტი 5 ეტაპს მოიცავს და ცვლილებას 2011 წლის გაზაფხულამდე გულისხმობს. ეს საორგანიზაციო ჯგუფი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ არჩევნებამდე. მუშაობა ძალიან სერიოზულია გაწეული, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს უკვე დოკუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას დასაბუთებულად, არგუმენტირებულად საქართველოში პარლამენტმა კი არა, არამედ ხალხის მიერ ხელმოწერებით თუ იმპიჩმენტით, ხელმოწერებით თუ რეფერენდუმით, როგორ შეიძლება მოეწყოს იმპიჩმენტი. ეს არის ევროპის უმაღლესი რანგის ექსპერტებთან დათათბირებული დოკუმენტი. საზოგადოება დარწმუნდა ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ქაოტურ ქმედებებს აქციები იქნება თუ არჩევნებში მონაწილეობა აზრი არ აქვს. შედეგს არ იძლევა. დარწმუნდა იმაში, რომ საჭიროა ჩამოყალიბებული სამართლებრივი, პოლიტიკური, ორგანიზაციული კონცეფცია იმისათვის, რომ ქვეყანაში ვითარება დადებითისკენ შეიცვალოს. შეიძლება კლასიკური გაგებით იმპიჩმენტი იყოს არარეალური ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან არსებობს ერთპარტიული პარლამენტი პრაქტიკულად თითოეულ დეპუტატით არის ოპოზიციის წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე იმპიჩმენტის სიტყვა იხმარება ამ შემთხვევაში სხვა გაგებით, ჩვენ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს. იგივე სხვა მეთოდიკის გამოყენებით იქნება ეს კონსტიტუციის პროექტში ჩადება, ალტერნატიულ პროექტში ჩადება იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებიდან 6 თვეში იქნეს არჩეული, ასე ვთქვათ, ახალი ხელმძღვანელობა ქვეყნის მოდელთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს, ჩვენ მაგალითად საპარლამენტო მმართველობას უჭერთ ხარ, შეიძლება სხვა პოლიტიკური ჯგუფის სხვა მმართველობის მომხრე იყოს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ალტერნატიული პროექტი ნამდვილად არსებობს კონსტიტუციის, მომხრენი ვართ იმისა, რომ მასში იყოს ჩანაწერი 6 თვის ვადაში ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს გამართულ აქციაზე კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ 10,000 ხელმოწერით მიმართავენ თბილისის საკრებულოს, რათა საკრებულომ გარევაჭრობის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით მათი ინიციატივა განიხილოს. გრძელდება საპროტესტო აქციები დევნილების და გარემოვაჭრეების. დღეს იმართება ეს აქცია ქალაქ თბილისის მერიასთან, არა მარტო იმიტომ, რომ უგულავდა დევნილებს და გარემოვაჭრეებს და პირობა გატეხა და იმის მაგალითად საცხოვრებელი ფართი მიეცა დევნილებისთვის, ისინი გაყარა თბილისიდან, ხოლო გარემოვაჭრეები გააძევა ქალაქის ქუჩებიდან იმის მაგიერ, რომ მოეწესრიგებია გარევაჭრობა, არამედ იმიტომაც, რომ უგულავა არის დამნაშავე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაში, კერძოდ მან არ შეასრულა 2006 წლის აქტის მოთხოვნები, რომელთა საკრებულომ მას დაავალა შეესრულებინა მოთხოვნა, რომელიც მდგომარეობდა გარევაჭრობის წესების დარეგულირებაში. ჩვენ ვაზრდეთ 2 კვირას იგი უგულავას, რათა ეს აქტი საბოლოოდ მიიღოს, თუ არ იქნება მიღებული აქტი, შეტანილი იქნება სარჩილის სასამართლოში. მოთხოვნები არის იგივე დარჩენილი. ეს არის, რომ შეწყდეს დევნილთა დევნა და მიეცეს ქალაქის ნებისმიერ გარეობაში მათ ჭერი. და მეორე, გარემოვაჭრეებს ან მიეცეს სამუშაო ადგილები, ან და მანამდე სამუშაო ადგილების გამოყოფამდე უფლება მიეცეს მოწესრიგებული, დაკანონებული გარევაჭრობისა ქალაქ თბილისში. ჩვენი მოთხოვნები აშვილოს სახლიდან გამოძიებულების, დევნილების, გარემოვაჭრების 18 წელია ქუჩაში ვართ.
დღემდე არ იქნა ჩვენი არ დევნილების დაკანონება, არც გარევაჭრობის მოწესრიგება. და ვითხოვთ გარევაჭრობას, როგორც ვიყავით ისე, მაგრამ ელემენტარული ცოტა გადასახადით, ვითხოვთ გარევაჭრობას ნორმალურ ფარგლებში, სადაც პატარა მიფარებულია, ლამაზა და აკოხთა და არც სახელმწიფოს დააზარალებს, არც ქუჩას დაანაგვიანებს. და მოვითხოვთ ამას გარევაჭრობის, რომ ჩვენ ლუკმა პური ვიშოვოთ. კომპანია ენერგოპრო ჯორჯია საქართველოს რეგიონებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს განაგრძობს. კომპანია ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს 38 სოფელში აწარმოებს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყო, 2010 წლის ბოლოს კი ენერგოპრო ჯორჯია გამრიცხველიანების სამუშაოებს 122 სოფელში გამართავს. მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. სოფლების გამრიცხველიანება დაიწყო გაზაფხულზე და წლის ბოლომდე კიდევ 122 სოფელი გამრიცხველიანდება. ამჟამად 38 სოფელში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც დასაქმებულია 450 ადამიანი. თელასის რამდენიმე სატრანსფორმატორო ქვესადგურში ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს და ხვალ 10-დან 16 საათამდე დიდუბისა და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა. თელასის წარმომადგენელთა ცნობით დღეს დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღო და აღმაშენებლის ხეივანს, ტრავმატოლოგიის ცენტრს და ბავშვთა მეორე საავადმყოფოს. კრწანისის რაიონში ორბელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 16 საათამდე შეუწყდება რობაქიცის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს. სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ჯგუფი შოტლანდიიდან დაბრუნდა და ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და უპრეცედენტო წარმატება ხვდა წილად. რუსთაველის თეატრის მსახიობები ფესტივალზე სპექტაკლით „ვგავართ კი ჩვენ ლტოლვილებს“ გავიდნენ. ეს სპექტაკლი არის რუსთაველის თეატრისა და ინგლისის ნაციონალური თეატრის ერთობლივი ნამუშევარი. ქართულ და 3 პრიზი მიენიჭა, პირველი ადგილი ინტერნეტ გამოცემების სპეციალური პრიზი და საუკეთესო დასი. სპექტაკლი გახლავთ „ვგავართ კი ჩვენ ლტოლვილებს“. ეს არის ჩვენი და ნაციონალური თეატრის ინგლისის ნაციონალური თეატრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული წარმოდგენა. პრიზი ავიღეთ ყველა პრიზი, რაც კი საერთოდ არსებობს ამ ფესტივალზე. და მინდა ვთქვა, რომ მართლა უდიდესი წარმატებაა, იმიტომ რომ აქამდე დაუშვათ ძირითადად ქართული თეატრები, რომელიც წარდგენილი იყო ამ ფესტივალზე და მრავალი თეატრი წარდგენილი ამ ფესტივალზე, ასეთი პრიზები არ მიუღია და ასეთი შეფასება არ ქონია და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. გრძნობა იყო ავიღეთ Fringe First-ი, ეს ჩვენთვის იყო დიდი წარმატება, იმიტომ რომ მართლა სერიოზული რამ არის ეს. 3 პრიზი ავიღეთ. თუ რამე სერიოზული იყო ყველაფერი, მეორე იყო საუკეთესო დასი და საუკეთესო სპექტაკლი. მეტი არ შეიძლება რომ ჩამოიტანო ეს 3 პრიზი. მაყურებელი იყო, აი განსაკუთრებული ემოციით, იყო სულ ანშლაგები და რავი, დიდი წარმატება ხვდა წილად და ძალიან ბედნიერები ვართ. იყო ერთი მომენტიც, როცა ჩვენ ვამთავრეთ სპექტაკლს შავლეგოთი და უცხოელები ადგნენ და აკვნენ შავლეგოზე. აი რაღაც სასწაული ემოციები იყო, ამ სიტყვებით ვერ გადმოცემა.